ტრადიციული ქართული სიმღერის შემდეგ, როგორც ჩანს, ორიგინალური და განსხვავებული ნომერი გველოდება. სცენაზე გასასვლელად Lord Gaga ემზადება. Tonight the super trooper lights are gonna find me shining like the sun. მე ვარ Lord Gaga, ვარ 21 წლის, ძალიან მაგრად მიყვარს Lady Gaga. გამომდინარე ვიზუალიდან და ჩაცმის მხრიდან, ვცდილობ რომ დავემსგავსო. Lord Gaga. ძალიან საინტერესოდ გამოიყურები. ძალიან უჩვეულო და უცხო. ასე თქვა ბაძავ Lady Gaga-ს. ეს ნამდვილია თუ დახატული? ესეც გაგურია. ჩემი გამოსვლა იქნება შოკის მომგვრელი, არ ვიცი ხალხი მე როგორ მიმიღებს. მე მგონი ისეთ არაფერს არ ვაკეთებ, რომ რაღაც სასურცხულო იყოს ასე. არ გიჭირს სიარული? არა. აბსოლუტურად არა, მიჩვეული ხარ. ნახოთ რა იქნება. მიუხედავად ასეთი თავდაჯერებულობისა, Lord Gaga სცენაზე მაღალხუსლიანი ფეხსაცმლით გასვლა ბოლო მომენტში გადაიფიქრა. აბა მიდი წარმატებებს გისურვებთ. Lord Gaga. გამარჯობათ. გაგვეცანით თუ შეიძლება? მე ვარ Lord Gaga, ასე ვთქვათ ბატონი Gaga. მაგარია. ბატონო Gaga. ბატონო Gaga. დღესაც Lady Gaga-ს სიმღერას გვიმღერებთ? კი, რა თქმა უნდა. დაიწყეთ, გისმენთ. Did I want you? And that was rich bitch, baby, when the bad romance. How long გეგმა უნთო წითელი ქსი ბატონ Gaga-ს. გააჩერეთ. იცით, იმდენად მომეწონა თქვენი სასცენო იმიჯი, უფრო კარგ შესრულებას მოველოდი, სიმართლე გითხრათ. მე იმედი მქონდა Lord Lady-ზე უკეთესი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო კარგი შესრულება. მეც იგივეს ვიტყვი, შესრულება მართლაც არ იყო, ანუ მუსიკა და თქვენ აბსოლუტურად სხვადასხვა პლანეტაზე იყავით. ბანო, კითხვა არა. მე არ ასვამებ. სამწუხაროდ არა. სამი არა, სამწუხაროდ. Lord Gaga. ძალიან დაქსმა გული. ჩვენ დაგვწო ძალიან გული, ჩვენ გვაინტერესებდა როგორ წარსულობდი მეორე ტურში. რამე უკვე ხონდა მომზადებული. შემშლელი სიმღერის პროცესში ხალხისგან გამომდინარე იყო, იმიტომ რომ ანუ ჩემი მიჯდელი გამომდინარე არ მემიღეს ასე ვთქვათ. წარმატებებს გისურვებთ. აბა ნახვამდი. დიდი მონდობებისა და განსხვავებული იმიჯის მიუხედავად, Lord Gaga-ს სიმღერა არ გამოუვიდა.